ნიკოლ რობაქიძის უნივერსიტეტში საერთაშორისო ბარიატრიული კლუბის ოქსფორდის 62-ე ევროპის 31 და საქართველოს ბარიატრიული და მეტაბოლური ასოციაციის მეოთხე სიმპოზიუმი გაიმართა. მასში მონაწილეობა საერთაშორისო სპიკერებმა და ქართველმა ქირურგებმა მიიღეს. მხარეებმა განიხილეს ბარიატრიული ქირურგიის მიმართულებით ანესთეზიოლოგიური მიდგომები. მათ შორის როგორ უნდა გამოიყენონ ეგრეთ წოდებული ჭკვიანი ინსტრუმენტები და სწორად წარმართონ შესაძლო გართულებები. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ სიმპოზიუმის შემდეგ შესაძლებელი გახდება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და მისი ხელმისაწვდომობა. ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროებო საკითხები არის განიხილება ბარიატრიული ქირურგიის მიმართულებით, როგორც ანესთეზიოლოგიური მიდგომები, როგორ უნდა იყოს ჭკვიანი ინსტრუმენტების გამოყენება, როგორ უნდა იყოს პაციენტების შერჩევა, გართულებები, ასევე ნევროლოგიური გართულებები, უამრავი სხვადასხვა კუთხით შევეცადეთ, რომ საინტერესო და სასარგებლო ყოფილიყო ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენ განვიხილავთ ჭარბი წონის საკითხებს, პაციენტებს, რომელთაც სხვადასხვა გართულება ახასიათებს. განვიხილავთ იმ ახალ ტექნოლოგიებს, რომლებიც გამოიყენება ქირურგიული ჩარევის დროს. ესაა რობოტების სისტემა. ყურადღებას ვაქცევთ, რომ ეს ყველაფერი საზოგადოების ფართო ფენებისთვის იყოს ხელმისაწვდომი.